Როგორ ნაზარქექიები, უბადრუკები და გონება შეზღუდულები გუშინ პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების სწორედ ასე მოიხსენია. მიზეზად კი მათ მიერ საზოგადოების ლანძღვა დაასახელა. პრეზიდენტის ამგვარ შეფასებას ეთანხმება უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილიც. ვის გულისხმობს მართველი გუნდი და როგორ პასუხობს მათი მისამართით გაკეთებულ შეფასებას ოპოზიცია. ნახეთ ნინი საყვარელიძის სიუჟეტში. Ari ნაწილი რომელიც ეს იმიტომ რომ ხალხი არ არის ჩვენ დონეზე. Აი ჩვენ ვართ მაგარ დონეზე. ჩვენ ნაცარქექიები ტელევიზორის ეკრანებზე ხშირად ვდომი და ზოგი კომპიუტერს უზის და იქ რაღაცას ქეკავს ნაცარს და ზოგი გაზეთებში წერს და აი ხალხი ვერ არის ჯერ ჩვენ დონეზე ჩვენ სიდიადეს ვერ იგებს. ამაზე დიდი უბადრუკობა და გონება შეზღუდულობა რომ ასე ლაპარაკი საკუთარ ხალხზე ეს გამოსვლა ახლა ხელების კრუნჩხვა და რაღაცა შეაპრობილი მზერით ოპოზიციის ლანძღვა მე მგონი თლად ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ვის გულისხმობდა პრეზიდენტი, ამაზე კონსერვატორ კახა კუკავას პასუხის გაცემა უჭირს. ერთადერთი, რასაც არჩევნების შემდეგ კუკავა მართველი გუნდისგან ელოდა დიდ სულოვნება იყო. თუმცა ახალი პროკურატურის შენობის წინ ნათქვამმა სააკაშვილის სიტყვებმა მისი მოლოდინი არ გაამართლა. ფილმი არის ესეთი შეშლილი სოფლიო საქართველოს. დამარცხებულები ზეიმობენ, დამარცხებული პარტიები რაღაც გამარჯვებას აღნიშნავენ, ხოლო გამარჯვებული პარტია ნაცვლად იმისა, რომ დიდ სულოვნად ღირსეულად შეიფეროს, ეს არის ისტერიკაში. ვფიქრობ ამ კადრებში კარგად ჩანს ყველაფერი, რაზეც სააკაშვილი საუბრობს, ოღონდ პირიქით, რა თქმა უნდა. სააკაშვილის სიტყვებით ინახიდაშელს არც საკუთარ თავზე მიუღია და არც პარტიაზე. საკრებულოს მომავალი წევრი ფიქრობს, რომ ეს თბილისელებზე გაბრაზებული პრეზიდენტის ფრაზები იყო. ის გულისხმობდა იმას, ვინც საკუთარ თავზე მიიღო და ვინც თვლის, რომ იმსახურებს ასეთი ტიპის შეფასებას და მე ნამდვილად ნაკლებად მაინტერესებს მიშა სააკაშვილი რას ფიქრობს პოლიტიკურ პროცესზე ქვეყანაში. ყიყინი, ჭყიპინი, ჩარეცხილები და გრიგოლიას ახსოვს ყველა ის ფრაზა, რომელიც პრეზიდენტს ოპოზიციის მისამართით უთქვამს. არ გამორიცხავს, რომ შეფასების ამ ნაწილში ადრესატები სწორედ ქრისტიან დემოკრატები ყოფილიყვნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ყველაზე მკვეთრად აკრიტიკებდა პრეზიდენტი სწორედ ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს და იძახდა, რომ მათი დაპირებები ეს ნიშნავს კომუნიზმში წასვლას ქვეყნის და მათ დაპირებების განხორციელებას იაპონიის ბიუჯეტი არ ეყოფაო, რასაკვირველია, ვერ გამორიცხავ, რომ შეიძლება ეს შენს გეხებოდეს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იქნებიან ესენი პოლიტიკოსები თუ არა პოლიტიკოსები, არიან უბადრუკები. უმრავლესობის ლიდერი პრეზიდენტის სიტყვებს სრულად იზიარებს. ფიქრობს, რომ სააკაშვილი თავშეკავებული იყო და იმ ადამიანების კრიტიკა, რომელთაც საზოგადოებაზე დაბალი წარმოდგენა აქვთ, უფრო მწვავეთად შეიძლებოდა. ეს გაცილებით მეტია ვიდრე უბადრუკობა, როდესაც წარმოაჩენ და მოახდენ დემონსტრირებას იმისა, თუ რამდენად დაბალი წარმოდგენა გაქვს საკუთარ ხალხს. უბადრუკობა არის ეს აბარაუტი. როგორი იქნება ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს წარუდგინა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ახალი კოდექსი რევოლუციურია. მისი მიზანი უკვე არსებული კანონმდებლობის გამარტივებაა. იძლევა მეტ სიმარტივეს, იძლევა მეტ თავისუფლებას და იძლევა მეტ სანდოობას ბიზნესისათვის. კახა ბაინდურაშვილი ასე ახალ საგადასახადო კოდექსს ახასიათებს. ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსის შესატან ცვლილებებზე უკვე 2 თვეა მუშაობს. მინისტრი ამბობს, რომ ბიზნესისთვის საგადასახადო სისტემა მარტივდება. შემოდის ახალი ტერმინი მიკრო, ანუ ძალიან მცირე ბიზნესი, რომელსაც საგადასახადო ვალდებულებები არ დაეკისრებათ. დაბეგვრისაგან თავისუფლდება 30,000 ლარზე ნაკლები წლიური ბრუნვის მქონე ბიზნესიც. საგადასახადო რეჟიმი გამარტივდება იმ მეწარმეებისთვისაც, რომელთა წლიური ბრუნვაც 200,000 ლარამდეა. ახალი კოდექსი ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს გადასახადის ფორმა თავად აირჩიონ. საგადასახადო სამსახურთან სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია იქნება პასუხისმგებელი და არა ინდივიდუალური მოვაჭრე. ყოველთვიური საგადასახადო შემოწმების მაგივრად ბიზნესის აღწერა კვარტალურად მოხდება. შემოდის საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს. ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები დღეს ბიზნესმენებს გააცნო. შეხვედრას თითქმის ყველა მსხვილი გადამხდელი ესწრებოდა. ახალ საგადასახადო კოდექსი, რომელსაც ვიღებთ, არის ნამდვილად რევოლუციური კოდექსი, ახალი, ეს ძალიან სერიოზულ ცვლილებებს ითვალისწინებს. თქვენ თუ ბიზნესმენებს კითხვებს დაუსვათ, დაინახავთ, რომ მრავალი წლის პრობლემები, მრავალი წლის კითხვები, რომლებიც არ წყდებოდა, დღეს ერთბაშად საქართველოს მთავრობა, ფინანსთა მინისტრი, ფინანსთა სამინისტრო ცდილობს, რომ საკითხები გადაწყვიტოს. თქვენ იცით, რომ ბიზნესი თითქმის განახევრდა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან დიდი შეღავათებია წყვილ ბიზნესში, საშუალო ბიზნესში და რა თქმა უნდა მსხვილ ბიზნესშიც. ეს ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ 50%-ით ჩვენ წინ წაგვიწევს.
მინისტრის კაბინეტიდან დანახული ბიზნესი ეს ცოტა სხვანაირი ბიზნესი არის. მინისტრის კაბინეტიდან დანახულ ბიზნესს უწოდებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ბონდო ზარნაძე ახალ საგადასახადო კოდექსს. ზარნაძე ამბობს, რომ ცვლილებებში მცირე და საშუალო მეწარმეების აზრი გათვალისწინებული არ არის. მისი აზრით გადასახადებს სახელმწიფო არაწლიური ბრუნვის, არამედ მოგების მიხედვით უნდა ადგენდეს. რაც შეეხება 30,000 ლარზე ნაკლები ბრუნვის მქონე ბიზნესის ბეგარის გადახდისაგან გათავისუფლებას, მისი აზრით ეს სისტემა არაეფექტურად იმუშავებს. მეწარმეთა აზრი უნდა მოვისმინოთ, იმიტომ რომ როდესაც გადასახადებში ცვლილებები შეგაქვს, ის ვინც ეს გადასახადი უნდა გადაიხადოს, ის უნდა საქმის კურსში იყოს, დაბეგრვის ობიექტი უნდა იყოს, არა წლიური ბრუნვა. რაც ეს პირდაპირ ვიტყვი, ძალიან სასაცილო არის 30,000 ლარიანი წლიური ბრუნვა. უნდა იყოს მოგება. აი ეს ნორმა არის ძალიან პატარა და რაიმე ხელშესახებ საგრძნობ სტიმულირებას მცირე ბიზნესს ეს ვერ გაუკეთებს. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები კახა ბაინდურაშვილმა ბიზნესმენებამდე არა სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც გააცნო. განახლებული კოდექსი იურიდიულ სახეს საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების დასრულების შემდეგ მიიღებს, რის შემდეგაც განსახილველად პარლამენტში გადაინაცვლებს.